კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ახალბებს 4-ზე, მე ქეთი მამრიგიშვილი ვარ. პრემიერ-მინისტრმა ახლა დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა სულხან თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. ამასთან ისაუბრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე თამაზაშვილის მიერ განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებების შესახებ და აღნიშნა, რომ სულხან თამაზაშვილის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამართალდამცავი უწყებების როლს სახელმწიფო სიძლიერესა და სიმტკიცეში და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. დღეს უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და რეალურად ფუნდამენტურად შევძელით ჩვენ ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაული, ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, საჯაროდაც ორგანიზებული დანაშაული, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები. და მე მინდა მას და მის გუნდს გადავხადო კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა და დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეკა იქნება ესეთივე წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე და მას მინდა წარმატებები უსურვო სამომავლო ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში. ბატონ სულხანს რაც შეეხება, მას თქვენს წინაშე არ ჭირდება განსაკუთრებული წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე, მანაც შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი სულხანი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი. და მის გამოხატულება ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა მას აჭარის ავტონომურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე და მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი და დარწმუნებულია, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაიყარა საფუძველი. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ ერთი წლის წინ მე გამომიცხადეთ დობა და წარმატგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული, როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ სხედან ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. ამ ერთ წლის განმავლობაში ერთი ადამიანი ბუნებრივია ვერ შეძლებდა იმ მიღწევებს, რომელიც ბატონმა პრემიერმა ისაუბრა და თქვენი და თითოეული თქვენი თანაშრომლის მხრიდან თქვენი აქტიური ჩართულობით მივაღწიეთ იმას, რაც დღეს გვაქვს. მინდა ბატონ სულხანს მადლობა გადაუხადო, მინდა წარმატებები უსურვო. ის არის განსაკუთრებული ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ღირსეული პოლიციელი. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი ნდობის გამოცხადებისთვის. მინდა მადლობა გადაუხადო სრულიად პარტია ქართული ოცნების გუნდს, მის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიზინა ივანიშვილს მხარდაჭერისათვის. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ გეკა გელაძეს, ჩემს მეგობარს ერთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილისთვის და საქმიანობისთვის სამინისტროში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია. მოგეხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გადარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში და დიდი პატივია გაგრძელება პროფესიონალ ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვია ქვეყნის სამსახური.
რა გახდა საკადრო ცვლილებების საფუძველი, მთავრობის მეთაურმა დღეს მედიისთვის საკითხზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი, ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ და არის შესაძლებლობა, რომ ამ კუთხით მუშაობა უფრო ფორმალიზებული ძლიერი კოორდინაციით გაგრძელდეს. სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, რომ რეფორმა ერთი მხრივ სისტემას, მეორე მხრივ კი პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს. ცნობისთვის მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარეძე დაიკავებს. სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს ხდომაზე წარადგინება და მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით დამტკიცდება. ჩვენ გვჭირდება მჭიდრო კოორდინაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის, კიდევ უფრო მეტად გაძლიერებული კოორდინაცია. ჩვენ ამის კარგი პრაქტიკა ჰქონდა პრინციპში გასული თვეების განმავლობაში, მაშინ როდესაც მაგალითად ჩვენ გვიწევდა 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობის აღკვეთა, ჰქონდა ძალიან კარგი კოორდინაცია, თუმცა ეს კოორდინაცია არ იყო ფორმალიზებული. ახლა ჩვენ გვაქვს უკვე იმის საშუალება, რომ ფორმალიზებული ძლიერი კოორდინაციით გავაგრძელოთ მუშაობა. ყოველდღიურ რეჟიმში არის უამრავი საკითხი ერთობლივად გადასაწყვეტი სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ჩემთვის პირადად შეუძლებელია ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ საკითხს ვადევნოთ ალღორე. ამისათვის ახალი თანამდებობის შემოღება არის აბსოლუტურად პრაგმატული და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება. ცვლილებები ყოველთვის ხორციელდება, ხო, ბოლო წლების განმავლობაში, ხა ჩვეულებრივი მომენტია. ხო, დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას ხელმძღვანელობდე, ხვალ შეიძლება სხვა უწყებაში კონდეს აღებული პასუხისმგებლობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, სადაც ხარ, როგორც ხარ, ემსახურებოდე შენს ქვეყანას და შენს ხალხს. მე მინდა თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვო, რადგან ამ უწყებების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის, მშვიდობისთვის, იმშვიდისთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მუქარა ქართული ხალხის წინააღმდეგ ასიაფასებს სახელმწიფო გუნდის საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება, სადაც პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ ის რაც საქართველოში მომავალ თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა ბნელ წარსულს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ როდესაც დიპლომატი ქართულ ხალხს გაღარიბებითა და სამოქალაქო ომით ემუქრება, ეს ელჩის ტრაგიკულ მდგომარეობაზე მეტყველებს. მართლ გუნდში განმარტავენ, რომ თუ აქამდე ქვეყანა შენიღმულად მოუწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ჰერჩინსკის განცხადება ამის პირდაპირ მტკიცებულებაა, შესაბამისად სახელმწიფო პარტია დიპლომატის განმარტებებს ელოდება. საქართველოს გზაგასაყარზე დგას საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია, შეუძლებელია მის შეფასება. მე კიდევ ერთხელ ხაზს გავსვა იმას, რომ ბატონი ელჩი არის სამწუხაროდ ტრაგიკულ მდგომარეობაში. ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანსაძველი. როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე სამოქალაქო ომი? ერთხელ ხო სადა, ორჯერ ხო სადა, ხუთჯერ ხო სადა. ნახეთ, ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებია. ხო, პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს. ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება. თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც გვჭირდება პასუხები. საქართველოს არაფრისგან არ გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ
ვისთვისაც აქამდე დაუქნევიათ, სადაც გაზდით ეს ჩვენთან არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკით და ყოველდღიური ნაბიჯებით ემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, ქვეყნის ინტერესს და ქართველი ხალხის ინტერესს. პაվել ჰერჩინსკის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა ცინიკური უწოდა იმ ფაქტს, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების ავტორები თავად ახდენენ ძალადობის რომანტიზებას, ორგანიზატორებს კი გმირებად წარმოაჩენენ, ქვეყანას კი ომისთვის წირავდნენ. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა ამისათვის აუცილებელია შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და გაუხდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები. მართალია ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა ჩახუტებით გავეგუდეთ. ასე იყო უწინ 100-ია დღესაც. ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები. სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ. ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მძაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი წამება, სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული. რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და ართმობს საკუთარ გზას. ხალხი როგორც ერთობა. სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით. საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს. ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში 17 მაისს ერთიანს მტკიცეს საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს. ამ ფონზე ბატონი ელჩის მხრიდან ხალხზე საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია. ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული. და ბოლოს, საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის რა არის ამისთვის აუცილებელი. უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები, უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები. ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა. რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად. ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს. საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. ნამესტნიკების და მეორე მდივნების დრო ქართველმა ხალხმა ბნელ დროს ჩააბარა. პაվել ჰერჩინსკის განცხადებას უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. ირაკლი კირცხალიას თქმით, დიპლომატი ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებს იმას, რომ საქართველო იცავს ტრადიციებს, პატივსცემს ოჯახის სიწმინდეს, რელიგიას და იდენტობას. საქართველოს ხელისუფლება კი იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს. კირცხალიას განმარტებით ჰერჩინსკის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ დიპლომატისთვის ნათელი მომავალია წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოხვეს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ჰერჩინსკის არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, თუმცა ხელისუფლება მოთმინების პოლიტიკით მოქმედებს და ელჩის გაწვევას არაპირებს, რადგან ერთი მხრივ მაქსიმალურად ერიდება ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირთან, მეორე მხრივ კი არ აქვს იმედი, რომ ახალი ელჩი ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება. ბატონო პაվել, სამწუხაროდ როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზანმიმართულად მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივსცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, ისევე როგორც LGBTQ+ პროპაგანდა განსაკუთრებით ბავშვებში. ამასთანავე როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იზოლებულნი ვართ კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონება მოწამლულ რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირად ნათლავთ, რეალურად კი ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ
გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან. თქვენივე განცხადებებით ბნელ წარსულში დაბრუნებად სახავთ ფაქტს, რომ საქართველოში გვაქვს გამჭვირვალობის კანონი და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელის შავფულს ვეღარ დებენ ქართულ პოლიტიკასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვაში. იმ იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ფაშიზმზე უარესად შეიძლება მივიჩნიოთ. ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თქვენ საქართველოს ნათელმომავლად სახავთ იმას, რასაც ევრობიუროკრატია უკვე ითხოვს უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომ დაუშვან LGBTQ+ პროპაგანდა და ასევე არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის პროცედურები. თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა, რაც მოუტანა ევროპას კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მანძილზე. მანამ სანამ ევროკავშირი იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელთა დაცვასაც საქართველო განუხრელად ცდილობს, ბატონი ელჩიკი სიბნელეს უწოდებს, ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური აქტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო მორალურ ასპექტებზე, რომ აღარაფერი უთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია, გაერთიანების წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი უმძიმესი კრიმინოგენური პრობლემების წინაშეა. უფრო მარტივად რომ განმარტოთ, თქვენი გზავნილის შინაარსი ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს. ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოყვეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყოლოები არ ვართ და კარგად ხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება deep state-ის ხელწერა და გავლენა. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და ქართული ოცნების მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. მეორე მხრივ აშკარაა, რომ მანამ სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას. დასასრულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება deep state-ის მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეინარჩუნებს. პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელი იგორ ბლაჟევიჩი ქართველი რადიკალებისთვის ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. რას გეგმავდა ოპოზიცია იგორ ბლაჟევიჩთან ერთად მამუკა მდინარეძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეში იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით არაერთი ჩანაწერი არსებობს. მტკიცებულებები, რაზეც მამუკა მდინარეძემ ისაუბრა, მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ოპოზიცია სცენარს არ ცვლის და უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. სახელმწიფო პარტიაში ქვეყნის გარედან ორგანიზებულ არაულობის მცდელობებზე საუბრობენ, რომლის მიზანიც ძალადობის წახალისება და კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობის მცდელობაა. მათივე განცხადებით, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლა და არ დაუშვებს ქვეყანაში მსგავს ფაქტებს. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონება ჩემი შემდეგი წინადადება, არ მოეწონება ბევრი ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით. ამიტომ, როდესაც ისინი თამამად საუბრობენ, არანაირი ბლაჟევიჩი, არანაირი დავალება, არანაირი ტრენინგი, არანაირი მისი კომუნიკაცია საქართველოში ვიღაცებთან არ არსებობს, ამის საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა, კონკრეტული ადამიანები არსებობენ. მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა მიზანი აქვთ. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს ჩემს კოლეგებს,
რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი უკვე ძალიან გაფრთხილდნენ მას შემდეგ, რაც გაჟონა ტელევიზიაში ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები ესე როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად და საერთოდ პრობლემა არ ქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ რომ პრობლემაა და პრობლემა მათი არის მხილება მთავარი და კანონი უპირისპირდება მათ გარკვეული საფრთხელების და პრევენციული სანქციების სახით. დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები გადაწყვეტეს და დისტანციური დავალებები გადაწყვეტეს. აქაც ჩვენ საბედნიეროდ გავძლიერდით ისე უკვე შიდა უწყებრივად სამართალდამცველები, რომ შევძელით აქაც უკვე ჩამვდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ქონდათ. მე გამახსენდა ერთი ეგრეთ წოდებული ნიუსი 3 დღის წინანდელი თქვენი თუ რომელიღაც ტელევიზიის, სადაც იყო ესეთი რომ ჯერჯერობით უცნობია და ვარკვევთ მდინარაძის ვიზიტი უკავშირდებოდა თუ არა ბლაჟევიჩი. ახლა უკვე შემიძლია გაგცეთ პასუხი. არა, არ უკავშირდებოდა. ეს იყო კვირებით ადრე დაგეგმილი ვიზიტი, გეგმიური სამუშაო ძალიან კარგი შეხვედრები მქონდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელებთან, ორ ხელმძღვანელთან, უსაფრთხოების სამსახურის და დაზვერვის სამსახურის უფროსთან, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან საერთოდ ამ თემას ჩვენ არ შევხებივართ, არ იყო მათი თემა. მეორე შემთხვევაში შევეხეთ. მეც აღარ გავაგრძელებ. გვარები იცვლება, მაგრამ რეალურად ეს ინტერესი რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბატონი ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას. 12 საათში ერთხელ გაჩერებული საათით საჩვენებს სწორ დროს. ეს არის მარტივი ლოგიკა და თქვენ ამ შემთხვევაში შეგისრულათ და 12 საათი და გაჩერებულმა საათმა აჩვენეთ სწორი დრო და ბლაჟევის ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ ბლაჟევის გვქონდა დავალებული პარტიული აქტივისტვის და ამ პარტიულ აქტივში შედის, რა თქმა უნდა, თქვენი მედიაც, რომ ასეთი თემა წამოიწიათ ხელოვნურად. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენ ასევე რამდენიმე თვის წინ თუ გახსოვთ, მოვისმინეთ ასევე კონკრეტული და ვნახეთ კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციური სცენარის მოწყობაზე, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ შეფუთული იყო და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. ეს ძალიან მძიმეა და საზოგადოება ხედავს, რომ ჩართულია გარე აქტორები, არისვენებენ ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაუხადო შესაბამის უწყებებს, შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე. დატოვებს არანაციონალური მოძრაობა სააკაშვილ ბოკერია გვარამიას ალიანსს დაპირისპირება დღითი დღე მწვავდება. ალიანსის წევრ ოპოზიციონერებს პატიმარი სააკაშვილის განცხადებები არ მოსწონთ. ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის კი მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა ოპოზიციონერების მხრიდან არ აღიარება წითელი ხაზია, რის გამოც ალიანსიდან გასვლას არ გამორიცხავენ. მიხეილ სააკაშვილი უკვე ყოველდღიურ რეჟიმში აკრიტიკებს ოპოზიციას. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში და ამბობენ, რომ გარედან მართული ოპოზიცია ერთობის რესურსი არასდროს ქონია და საზოგადოება ახლა კოლექტიური ნაცმოძრაობის ნგრევის პროცესს ადევნებს თვალს. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოუსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა და გადავწყვიტი ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს თუ გვინდა ძალის აკრეფა აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. ვისაც კოალიციური მართვა ბოროტებად მიაჩნია, რეალობას უარყოფს, მეფე ვარო გაიძახის და დამპალ პამიდრებს ისვრის, მის სადარბაზოში არაფერი მესაქმება. შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნე დამოღებული. ის გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. ამის მიხედვით გადაწყდება ჩვენი ალიანსში დარჩენა. ეს სტატუსი არ იყო კონფრონტაციული, ის უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაციას ახდენდა. არ ვიცი, მოწოდება და რეკომენდაცია, როდის აქედან არის კონფრონტაცია, ვერ ხვდები. ადამიანი, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სხვებს, არ უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ თითქოს და ვიღაცა არის ინიციატორი რაიმე ტიპის
თავდასხმის, ხო? მიხეილ სააკაშვილზე ეს თავდასხმები უნდა შეჩერდეს და უნდა აჯობონ საკუთარ პოლიტიკურ ეგოებს და კომპლექსებს მასთან მიმართებაში. ოპოზიციის ეს მორიგი ეგრეთსოდებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთსოდებული ფანჩადორი, რომელსაც ქნიან ხოლმე, მე თვითონვე შლიან, რომ მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ რა მძიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში. ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, ხო? ვიცით რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები, არიან ქვეყნის მტრები, ქვეყნის ინტერესთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს საერთოდ არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საერთოდ ქვეყნის ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები და არანაირი თანხმედრა არ აქვს. და როდესაც ხარ მოღალატე, როდესაც ხარ აგენტურის ქსელის წარმომადგენელი და რაღაცა იფუთები როგორც თვითონ პოლიტიკოსად, ну, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. სწორედ მათი გაერთიანების დღეს პირველად მოვისმინეთ ის, რომ ეს გაერთიანება, ეს ალიანსი იყო მათი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნა. ხო? ეს ძალიან კაფიოდ განაცხადეს და არაერთხელ განაცხადეს მერე უკვე მოგვიანებითაც. და როდესაც ახლა უცხოელი პარტნიორების მოთხოვნას ასრულებ იმას და შესაბამისად ამას მერე ასაღებ შენ რომ თითქოს ქართული საზოგადოება ამას ითხოვს, რა თქმა უნდა ეს თანხმედრაში ვერ იქნება ერთმანეთთან, ხო? მათი ეს გაერთიანებაც არის ხელოვნური და სწორედ ამიტომ შედეგს ვერ მოიტანს, იმიტომ რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული რაიმე ღირებულების, რაიმე ფასეულის გარშემო, ისინი არიან უბრალოდ სხვისი ბრძანებით გაერთიანებულები. რა თქმა უნდა, მათ შორის ასთა დაპირისპირება იქნება და ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ არის კიდეც და როგორც ჩვენ წარსული გამოცდილება ვკარნახობს, ძალიან მალე ისევ დაიშლება ეს გაერთიანება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შინაგან შპს ენგურ ჰესის შემავალი შპს კორიდორი ჰესების დეპარტამენტის უფროსი დააკავეს. სუში განმარტავენ, რომ ხსენებული შპს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებს. დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული. დაკავებულ 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება გაფლანგვას, მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 34 წელი საქართველოსა და შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის საიუბილეო თარიღის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო წერს. დღეს 34 წლის შემდეგ ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში, აღნიშნულია საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. 1992 წლის 23 აპრილს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან სულ რაღაც ერთ თვეში შეერთებულმა შტატებმა თბილისში საელჩო გახსნა. ეს იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი. იმ დროს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კერი კავანომ გახსნას ისტორიული უწოდა და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის კავშირების გაძლიერებაზე, თანამშრომლობის გაფართოებასა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ხელშეწყობის გეგმებზე ისაუბრა. დღეს 34 წლის შემდეგ ჩვენ სიამაყით ვაგრძელებთ ორმხრივად სასარგებლო პარტნიორობის გაძლიერებასა და განვითარებას საქართველოში. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწევა, სადაც დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. საგარეო უწყების ინფორმაციით ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს. უსაფრთხოება როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი. მინისტრის სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი. ასევე მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სისტემაში. დელფოსის ეკონომიკური ფორუმი 23-24 აპრილს გაიმართება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში იმყოფება. მარიამ ქრივიშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს. მარიამ ქრივიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მარიამ ქრივიშვილის შეხვედრები ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან დიდ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით არსებობს, მათ შორის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებზე ჩინეთში, ისევე როგორც საქართველოში ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ასევე შევხვდით უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ დაინტერესება ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, ბევრი ვისაუბრეთ ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზის და ნავთობის მოპოვების შესაძლებლობებზე ჩვენ ქვეყანაში. ასევე გქონდა შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩინურ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მუდმივად იზრდებოდეს პირდაპირი ფრენები. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა მინისტრმა მოგვაწოდა მიმოხილვა საქართველოს წლევანდელი და გასული წლის ვითარების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ბევრად უფრო მეტად ვიდრე მსოფლიოს განვითარების საშუალო ტემპია. მინისტრმა ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების, ნავთობისა და გაზის მიმართულებით. ძალიან დაინტერესებულნი ვართ ქვეყნის განვითარებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი შტაბ-ჭრილებით სამინისტროსა და მისი ძლიერი გუნდის მუშაობა გვიქმნის რწმენას, რომ საინვესტიციო გარემო მიმზიდველი იქნება. როგორი პირობებია სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, შრომის ინსპექციის სამსახურმა 2025 წელს 321 სამედიცინო დაწესებულება შეამოწმა. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა მათგან მხოლოდ 4 კლინიკაში დაფიქსირდა, რაც ჯამური რაოდენობის მხოლოდ 1%-ია. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს გამოვლენილი მინიმალური საათობრივი ანაზღაურების დარღვევა უკვე 4 კლინიკაში აღმოფხვრილია. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის ეფექტურობისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებს პერმანენტულად ამოწმებს. ცვლილება 2023 წელს ამოქმედა, რომლის ფარგლებშიც დაწესდა მინიმალური სახელმწიფო ზღვარი ექიმებისთვის, ექნებისთვის და სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირებისთვის. რეფორმის მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა. რეფორმა ამოქმედებიდან დღემდე 25,000-ზე მეტ დასაქმებულს შეეხო. ჩვენ 25 წელს განახორციელეთ შემოწმება კლინიკების, ამბულატორიების და 321 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით სრულად იქნა შემოწმებული მინიმალური შრომის ანაზღაურების გაცემის მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 4 კლინიკაში დაფიქსირდა მსგავსი გადაცდომა. ანუ ეს არის შემოწმებული ობიექტების 1% ფაქტიურად. შემოწმეთ ისეთი ამბულატორიები, რომლებსაც სტაციონარები ჰქონდათ და აქვთ და ფაქტიურად ამან მოიცვა სრული სამედიცინო სექტორი ჩვენი ქვეყნისა და მივიღეთ ესეთი შედეგები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა ფაქტიურად აღმოფხვრილია და ეს არის საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. სწორმა პოლიტიკამ და აღსრულების შესაბამისო მექანიზმმა უზრუნველყო, რომ წლიდან წლამდე დადებითი დინამიკა გვაქვს სახეზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ წელს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავამატეთ უკვე ამბულატორიული ნაწილის შემოწმებაც, დარღვევების მაჩვენებელი 1% გამოვლინდა წინა წლებთან შედარებით, როდესაც ვთქვათ, მაგალითად 15%-მდე იყო დარღვევების მაჩვენებელი ამ სექტორში. ეს ყაბალო ინფორმაცია 4-ზე მე ამით გემშვიდობები დაელოდეთ ჩვენს დღის მთავარი სახელების შესახებ ანაშურდია პროფესორად მოგიყვებათ წინ პოლიტიკური პოსტი გელოდებათ ასე რომ არ გათართოთ.